მოგესალმებით არტვილიდან, ჩემი ლამაზი ეზოდან. პირველ რიგში მრავალ აღდგომას ჩვენი ერისთვის ყველაფერი საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს წლევანდელი აღდგომა და აღდგომის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს ჩვენს ემიგრანტებს მსოფლიოში და ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა და ქართველები. რასაც ვაკვირდები, წლევანდელი აღდგომა განსაკუთრებულია. ბევრად სხვანაირი აღდგომაა, რაც მე ბავშვობაში მახსოვს, თითქოს ისეთი ხიბლი აქვს დაბრუნებული ამ დღესასწაულს. ბევრად მეტი ადამიანია უკვე რეგიონებში, ვინც ნახულობს საკუთარი წინაპრების საფლავებს, აღდგომას ულოცავს თავიანთ წინაპრებს და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი წინაპრები. ადამიანი, რომელიც თავის წინაპარს დაივიწყებს, თავის გენს დაივიწყებს, ის თავის შთამომავლობას ვერაფერს ვერ ასწავლის კარგს. თუ შენ ქრისტიანი ხარ, რასაკვირველია 10 მცნების გატეხვა საკუთარი წინაპრების უარყოფა. არავინ არ გთხოვს შენ რომ ყოველდღე იძახო შენი წინაპრების წარმომავლობის შესახებ, მაგრამ შენი წინაპრების წარმომავლობის დავიწყება და მათი ლანძღვა არის ანტიქრისტიანული საქციელი. მე როცა მეკითხები თქვენ, მათ შორის გარეგნულად, რომელი გენის მატარებელი ხართ, თუ რომელი გენეტიკურ კოდს ატარებთ, მე ყოველთვის სიმართლეს გეუბნები თქვენ. არა იმიტომ, რომ არ მიყვარხართ და არაქართული გენები მემეტება ბრჭყალებში თქვენთვის, არამედ იმიტომ, რომ მათ შორის მძიმე ცოდვისგან დაგიცვათ თქვენ და ეს ყველაფერი ეხება იმ თემას, რომ არ ლანძღოთ თქვენი წინაპრები. არ ლანძღოთ ის გენი, რაც 2, 3, 10 თუ მეტი პროცენტით გირევიათ. ზოგადად ყველა ადამიანი ვართ უფლის ხატად შექმნილნი. არც ერთი ეთნოსი არ არის დასაძახი და სამარცხვინო. ყველა ეთნოსის ადამიანი უყვარს უფალს. შესაბამისად, თუ კი ადამიანს ურევია ამა თუ იმ ეთნოსის გენები, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არის პირველ რიგში ადამიანი, ანუ უფლის ხატად შექმნილი ადამის ნაშიერი და შემდგომში ამა თუ იმ ეთნოსის წარმოადგენელი. ნოე და მისი შვილიშვილები არ ყოფილან არც ბერძნები, არც ქართველები, არც სომხები, არც ებრაელები, არც ჩინელები და არც სხვა რომელიმე ეთნოსის წარმოადგენლები. ეს ხო რეალობაა? ეთნოსები მოდის მათ შორის ნოეს შვილთაშვილებიდან. შესაბამისად, მთავარია ადამიანობა, მთავარია ღმერთის პატივისცემა და ღმერთის მიმართ სიყვარული და რასაკვირველია, ეს გამოიხატება ერთმანეთის მიმართ სიყვარულშიც. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.